გამარჯობა, ეთერშია საკვირაო ტელეჟურნალი მთავარი. იმერეთში მე გადაცემის წამყვანი ნინო გიგაშვილი და ჩვენი ჟურნალისტები ერთად გადავავლებთ თვალს გასული კვირის მთავარ მოვლენებს და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებაც მოგიყვებით. არასამთავრობო ორგანიზაცია აფხაზ ინტერკონტმა ამერიკის განვითარების საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო 52 მცირე საწარმო აემოქმედებინა, სადაც მესაკუთრეებითა და დასაქმებულებიც მხოლოდ დევნილები არიან. შესაძლებელია თუ არა ფინანსური კრიზისის ფონზე წიწაკითა და ფუნთუშებით ოჯახის შენახვა, მესაკუთრეებად ქცეული დევნილები და აფხაზ ინტერკონტის ნოუ-ჰაუ. დღევანდელი დღისთვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ. საკუთარი პროდუქციით საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგნენ. წინ დიდი გამოცდა ელოდებათ. ნაწარმი ისე უნდა გამოიყურებოდეს, რომ ადამიანების მოხიბლა შეძლოს. ამასთანავე გემრიელიც უნდა იყოს და ხარისხიანიც. ლალი ჯალაღონია რამდენიმე წელია წიწაკის აწებელს ამზადებს. სამსახურის გარეშე დარჩენილი ქალბატონისთვის ეს ერთადერთი შემოსავალია. ამით საკუთარ თავსაც ინახავს და ოჯახსაც. მურთაზ გაბელია და მისი მეუღლე ოჯახს ფუნთუშების ცხობი დარჩენენ. სოხუმიდან დევნილებს სახლში პატარა საცხობი აქვთ, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქციას ამზადებენ და ყიდიან. ამბობენ, რომ არა კეთილი ადამიანების დახმარება დღეს აქ არ იქნებოდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი თითეული ნაწარმი აფხაზეთიდან დევნილებს ეკუთვნით. იმის გამო, რომ რამდენიმე წლის წინ იძულებით საკუთარი ოჯახები დატოვეს და დევნილად იქცნენ, საარსებო პირობებიც დაკარგეს. ახლა ქუთაისში ცხოვრობენ და თავს ისე ირჩენენ, როგორც შეუძლიათ. ხშირ შემთხვევაში კი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების იმედზე არიან. რომ არა აფხაზ ინტერკონტი ეს ადამიანები ისევ დაუსაქმებლები იქნებოდნენ და არც საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება მიეცემოდათ. ორგანიზაციამ თითოეულ მათგანს საშუალება მისცა მცირე მეწარმეები გამختარიყვნენ. სფეროები ძალიან მრავალფეროვანია, დავიწყოთ სოფლის მეურნეობით, შეიძლება თქვას ავტომშენებლობა, მომსახურების სფერო, მშენებლობა, მოპირკეთება, სოვა, კერვა, საოფისე პროგრამების შესწავლა. პროექტი მიზნად ისახავდა 1000 დევნილის და მათი მასპინძელი ოჯახებისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოკლედ გეტყვით, რომ პროექტის შედეგი ის არის, რომ 306 სამუშაო ადგილი შევქმნით და ჩვენი დევნილები წარმატებით მუშაობენ 52 საწარმოში. რაც შეეხება პროფესიულ გადამზადებას, ამისთვის ჩვენ $100-დან $120 უხდით თვითონ მეწარმეს. ამის შემდეგ აი ამ გადამზადების კურსის გავლის შემდეგ ჩვენ სამუშაო იარაღებს ვუძენდით ამ დევნილებს დაახლოებით $320 ფარგლებში. აი ამის შემდეგ უკვე ისინი წარმატებით ახერხებდნენ ასე ვთქვათ თავიანთი კუთხის გამოყოფას. და კვლავ კულტურის თემა, ოღონდ ამჯერად სიუჟეტი მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ უყვარს ყველაფერი რუსული და განსაკუთრებით რუსული ესტრადა. თუ გაინტერესებთ, როგორ მღერიან ლაივში რუსული ესტრადის VIP შემსრულებლები, ცნობის მოყვარეობას ჩვენი სიუჟეტი დაგიკმაყოფილებთ. კირკოროვის ღრიალი ვიტასის კნავილი, არბაკაიტეს სირცხვილი და ფონოგრამას აცდენილი პრიმადონა. თუ ეს კადრები ინტერნეტ საიტებზე ჯერ არ გინახავთ წინ, დიდი სიამოვნება გელოდებათ, მით უფრო რომ ქართველებს გვიყვარს, როდესაც რუსებს რაღაც კარგად არ გამოსდით. თუმცა აქვე დავამატებთ, რომ დიდი იმედის მომცემი არც ქართული შოუ-ბიზნესი გახლავთ. რუსული ესტრადის პრიმადონას ქალიშვილს კრისტინა არბაკაიტეს ფონოგრამა ეთიშება და სპორტ კომპლექს ოლიმპიσκში ათასობით მაყურებელი მის ნამდვილ ხმას ისმენს. თავად პრიმადონა კი ამაოდ ცდილობს ერთადერთი ქალიშვილის გამხნევებას. რუსულ კლანურ შოუ-ბიზნესში უამრავი მსგავსი ფაქტია, თუმცა ფონოგრამის წინააღმდეგ მედია საშუალებები ცოტას წერენ. ინტერნეტ საიტებზე კი ასეთი ეგრეთ წოდებული პაზარი საკმაოდ ბევრია. Что ж такое, ребята?
ქუთაისში არაერთი კონცერტის ორგანიზატორი მერაბ ქაჯაია რუსული ესტრადის სირცხვილებს ჩვენთან ერთად უყურებს. რეაქციაც შესაბამისი აქვს, თვლის რომ ფონოგრამების კულტურა სწორედ რუსეთიდან შემოვიდა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ახლა ამ სენისაგან გათავისუფლება ისევე უჭირს როგორც ყველაფერი რუსულისაგან. რუსული ესტრადიდან წამოვიდა ფონოგრამა, აი ამის თქმა მინდა, იმიტომ რომ ჩვენ ეხა ქართველები იცით რომ აი იმ წყობის დროს ჩვენს ერთ-ერთი რესპუბლიკა ვიყავით, ანუ თუ რამე შემოდიოდა, ყველაფერი შემოდიოდა რუსეთიდან. ეხლა ჩვენ კარგია რომ ამის პოპულარიზაცია კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მოხდა საქართველოში და ეს ძალიან ბევრის თქმელია, იმიტომ რომ ყველა ეხლა ადამიანების როგორაა, იცი, ადამიანს რასაც მიაჩო, აი ანუ რუსეთში ეს დიდი ხანია. აი აქედან წამოვიდა თუ გინდა სიმართლე, აი ფონოგრამების აი ძეშო ვარიანტს ვამბობ რა, ამას იაფასიანი ესეთი მუსიკა, რომელსაც მსმენელს ატყუებს. საქართველოში რამდენიმე თვის წინ ფონოგრამების წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ ჩვენი თანამემამულე შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების გაღიზიანება გამოიწვია. ალბათ იმიტომ, რომ მსმენელს რუსი მომღერლის ვიტასის მსგავსად მათი ხმა ცოცხლად არ მოესმინა. Надежда и мечтой. Постой! ვერც ერთ ქართველ მომღერალზე მსგავსი სირცხვილი ინტერნეტში ვერ ვიპოვეთ. შესაძლოა იმიტომ, რომ ქართველები ერთმანეთს ვუფრთხილდებით, ან უბრალოდ ჩვენთან შოუ-ბიზნესი აღარ არსებობს. თუმცა ამ სფეროში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, ვინ მღერის ცოცხლად და ზოგიერთის ფონოგრამების გათიშვის მომსწრეცაა. ამის მომსწრეცაა და გადაღებულიცა მაქვს. უბრალოდ ეს ძველი მასალებია, ხა ვერ მოუყარე მათავ და მაქვს ეს რა, აი როცა აი ქეთის ვახსენეთ ეხა მე მეკულაძე, მაქვს ესეთი მასალები. მე ვარ მომსწრე ამას ეხა თბილისში ნამდვილად ნაკლებად, აი იმიტომ რომ თბილისში ხშირად არ მიწევდა ასე რომ თქვა, აი კონცერტებზე. ქუთაისში ჩატარებულ კონცერტზე ძალიან ბევრი ყოფილა ესე შემთხვევა, იმიტომ რომ 100%-დან 98 შემიძლია გითხრათ, ყოველთვის ფონოგრამაზე ტარდებოდა. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა დღე დაადგებოდა ტექნიკურ პერსონალს კონცერტის შემდეგ, როდესაც თვით ფილიპ კირკოროვის ღრიალს ათასობით მაყურებელი ცოცხალი შესრულებით ისმენდა. Где-то кого-то кто-то вчера сегодня, завтра и потом. Если работа работа, тогда гори, гори она огнем. Зона на свободе, нелегко жить. უკეთეს დღეში არც კირკოროვის ყოფილი ცოლი ალა ბორისოვნა ჩავარდნილა, როდესაც მან ფონოგრამას ხმაც ვერ ააყოლა. თუ ფონოგრამაზე სიმღერა საქართველოში ოფიციალურად აიკრძალა, ბევრი ქართველი ვარსკვლავი ლუკმაპურის გარეშე დარჩება. თუმცა ფაქტის ტირაჟირება არამხოლოდ მომღერლების, თვით მაყურებლის დამსახურებაც არ, რადგან დღეს დიდია მოთხოვნა მდარე ხარისხის პროდუქციაზე. DDT-ს რეკლამა, მაშინაურების რეკლამა არ ჭირდება, მაგრამ ის თანამედროვე ასე რომ ვთქვათ, ანუ თინეიჯერები, რომლებისთვისაც ეს საერთოდ მათ არა აქვს მოთხოვნება, მათ აი მუსიკა არ იციან, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვათ, რომ რა არის ნამდვილი მუსიკა, იმიტომ რომ ისინი დაიბადნენ ამ პერიოდში და რასაც უყურებენ, აქედან გამომდინარე აფასებენ. ამიტომ მე მაგალითად მინდა გითხრა, რომ ყველაზე ეს 100-ია, სოფლიოში ყველგან 100-ია. სადაც ყველაზე ცნობილი ჯგუფებია, ცნობილი რითი, აი პროფესიონალები, ისინი ნაკლებად ჩანან. და მათ აქვს თავისი ადგილები, სადაც მხოლოდ მათი მსმენელები მიდიან და ძირითადად აი იაფასიანი მუსიკა არის, ეს სოფლიოს პრობლემა. მსმენელიც იტყუებს თავს, იმიტომ რომ მას არ აქვს არავითარი ინფორმაცია. მე მაგალითად მიიკვირს ამის თქმა მინდა, აი ზიხარ და უყურებ, აი გიტარები უკავია და იმასაც ვერ ატყობენ. ელემენტარულად რომ აი ამას ცოდნა უნდა, იცით, აი აკორდებს, ხებულობს და ფაქტიურად ინსტრუმენტები ჩართული არა, ვერ ხვდება მსმენელი, რომ ის არის აი სანამ მუსიკა არ გამოერთვება. მე მაგალითად ხვდები, აი როცა ჩანაწერებსაც უყურებ, აი რუსული ესტრადისას, ყოველთვის ვაფასებ, მხოლოდ შეიძლება უცნობი ჯგუფი იყოს ჩემთვის,
როცა უყურებ რომ ეს ცოცხალი შესრულებით ჩემთვის მისაღებია. დანარჩენი ჩემთვის ყველანაირად მიუღებელი, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს არის როგორც შექმნილი მუსიკა. ასია თუ ისე ქართულ სინამდვილეში კარგი იქნებოდა რუსული კულტები და მათ შორის ფონოგრამებიც სწორედ ასევე დაცემულიყო, როგორც ბატონი ფილიპი. თუ ისეა ფაქტია, რომ უკეთეს დღეში არც ქართული შოუ ბიზნესია. ჩვენი გადაცემა კი დასასრულს მიუახლოვდა, გასული კვირის მთავარი მოვლენები ნინო გიგაშვილმა გაგაცნოთ. მე გემშვიდობებით და გისურვებთ ყველაზე მთავარს და არა მარტო იმერეთში მშვიდობას, კარგად ბრძანდებოდ.